მზრუნველობითი მიდგომის ნაცვლად სახელმწიფო კიდევ უფრო გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას გაატარებს. ამის შესახებ 10 მარტს ქართული ოცნების ლიდერებისგან გახდა ცნობილი. მათი განცხადებით, ჰუმანური ცვლილებები აქამდე დასავლეთის მხრიდან იყო თავს მოხვეული. ახლა კი საქართველოში ამ მხრივ მიდგომები გამკაცრდება. აპირებენ შეცვალონ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონები, რითაც ავტორები თვლიან, რომ ანტინარკოტიკული შედეგები გაუმჯობესდება. კერძოდ, შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს ცალკე ადმინისტრაციულ სახდელებს. მარიხუანას ეხება გამკაცრება გაყიდვის მიმართულებით. იცვლება ნერლი და მზა ნაწარმის წონის მიხედვით სასჯელები. მკაფიოდ განისაზღვრება მომხმარებელი, ნარკორეალიზატორი და მათთან დაკავშირებული პირები. რეალიზაციაზე სასჯელები 14-20 წლიან ან უვადო პატიმრობას დაექვემდებარება. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისათვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლონათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე დადგინდება თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 2025 წლის 1 ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. გამკაცრების პოლიტიკის მიზანი არის ზუსტადაც რომ მომავალზე ჩვენს ბავშვებს ზრუნვა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთოს იმ მძიმე და მავნე სენში, რომელსაც ზოგადად ნარკომანია ქვია. მთავარი მიზანი არის რომ ჩვენ ვებრძოლოთ ნარკოტიკების გასაღებას, ნარკოტიკების გამყიდველებს, ადამიანებს, რომლებიც ნელი შენელებული მოქმედების ბომბებს ყიდიან. ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მძიმე პრობლემებს მმართველი პარტიის არასწორ ნარკოპოლიტიკას უკავშირებენ. მათივე თქმით, ეს ცვლილებები არა ვითარების გაუმჯობესებისთვის, არამედ მოქალაქეებზე დამატებითი რეპრესიებისთვის შემოაქვთ. მათივე განცხადებით, ყველა ხელისუფლება ნარკოტიკების თემას არასასურველი პირების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისთვის იყენებდა და ქართულ ოცნებას ამ პოლიტიკური ბერკეტის კიდევ უფრო დამძიმება სურს. საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში ქართული ოცნების დამსახურებით. ძალიან მაღალი რაოდენობა გვაქვს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების, ჭირდება დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა, ჭირდება მეტი ინვესტიცია ამ სფეროში განათლებაში, ზიანის შემცირებაში. ქართულ ოცნებას ეს უნდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა აი ამ მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება. და ის რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო საუბარი კანონის გამკაცრებაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი შესრულდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ პოლიტიკა ჭირდება ამ ყველაფერს, გამართული პოლიტიკა და არა ბრწყინვალე სიტყვები და გადაბრალება შეერთებულ შტატებზე იმ მძიმე პოლიტიკის და მათ შორის მდგომარეობის, რაც ნარკოტიკების კუთხით ქვეყანას აქვს. ამიტომ ცალსახად არის ეს პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ცალსახად არის მთელი ეს პროპაგანდა, მათ შორის დასავლეთზე და ამერიკაზე გადაბრალება არსებული რეალობის კიდევ ერთი დეზინფორმაცია. კანონ პროექტს ჯერჯერობით არც კომიტეტები გაუვლია და არც სხვა დონის განხილვები, თუმცა ქართული ოცნება აანონსებს, რომ ეს ცვლილებები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გატარდება კანონმდებლობაში. დამძიმდება თუ არა ადამიანის უფლებების მხრივ კანონმდებლობა, ამაზე უფლებადამცველი სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან იურიდიული შეფასება ჯერ უცნობია. ისინი ცვლილებების საბოლოო ვარიანტის წარდგენას ელიან. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.